გამარჯობა, მოკლედ, დღეს უნდა შევცვალო ჰაერის ფილტრი, ვაყენებ ამას კაინის ფილტრები კიდე პიტსტოპში. გამოწერითაც დაახლოებით იგივე ფასი შედებოდა, ამიტომ აღარ გამომიწერია და ეს საქმე ვიყიდე რა. ვიყიდე კიდე ამისთვის სპეციალური ზეთი, რომელიც ჭირდება, მოკლედ, რომ ეს წებოვნება კონდეს და მიიკრას ეს ჭუჭყი და ყველაფერი რო ძრავში არ შევიდეს და პლუს ამას ვიყიდე საწმენდი, რომელიც ასევე საჭიროა რაღაც ეს რომ მრავალჯერადია, რაღაც პერიოდში ერთხელ უნდა მოხსნა, გაწმინდო და დაზეთო მერე ისე და თავიდან დააყენო. კიდე გირჩევთ ერთ პატარა რაღაცას, რა ჩემ მოტოციკლს ეს რო ქონდა არც ვიცოდი. ძალიან პრიმიტიული ხელსაწყოების ნაბორი. გირჩევთ რომ ყველას გქონდეთ მოტოციკლში, მით უმეტეს მოტოციკლში, ძალიან ცოტა ვიცი ისეთი მოტოციკლი, რომელსაც არ ეტევა რა, რაღაც პატარა ადგილი მაინც არ აქვს. და მოკლედ გირჩევთ რომ ყველა იქონიო მსგავსი რაღაც ელემენტარული ხელსაწყოები მაინც. იმიტომ რომ ეხა აი ეს რომ მექნებოდა აქ არც ვიცოდი და თურმე ყოფილა და ძალიან გამიხარდა. ეხა ესე მარტივად უნდა აიცა მოხსნათ. ჩემსაც აქ ერთი ცალი ბოლტი აკლია. ეს იარბოქსილია შესაძლებელი, იმიტომ რომ რაშიც უნდა დაეჭიროს თვითონ ის ადგილი არ აქვს რა, შიდა ნაწილი არ აქვს. მაგრამ ეგ დიდ პრობლემას ჩემი აზრით არ წარმოადგენს და ამიტომ ჯერჯერობით ესე დავტოვარ. და ჩანთები კიდე მეგობრებო. დიდ მანძილზე ხა არ წამიღია ეს, მაგრამ ძალიან დავიტანჯე რა. თვითონ ხორი პატარა რაღაცაა, მაგრამ ჩანთა არ მქონდა წაღებული, ზურგ ჩანთა იდეაში. მოტოციკლზე კიდე ისეთია ეს ჩემი ბაიკი, რომ ანუ ფიზიკურად არაფერს ადგილი არ არის, რომ დადო რა, ან ჩაიდო ან რაღაც ეგეთი და პატარა რაღაცას თუ ახოლმე ძირითადად მიწევს, რომ ზურგ ჩანთით ვატარო. დღეს რაღაცა არ წავიღე. მარტო დრონი მქონდა მოგიდებული და ამ დრონის შანთაშიც მილიონი რაღაც მოდოდა. იქვე ვარ ჩავტენი, ამიტომ პატარა ჩანთა მაინც მოტოციკლზე თუ გექნებათ, ეგ არის რა ვიცი, ძალიან კარგი და კომფორტული პირველ რიგში. და აი ესეც ეს. როგორც უკვე ვთქვი, ჩემსაში აყენია უკვე კაინის ფილტრი, მაგრამ არის ნახეთ დაზიანებული აქ რა. ხო, ნუ მოკლედ, ჩემი აზრით მაინც ესეც ჯობია, რომ პერიოდულად გამოცვალოთ ხოლმე რა, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც რეზინია, ეს ცხელდება ეს ადგილი და ის მილიონი მიზეზი შეიძლება იყოს, რატომაც ეს უნდა შეცვალოთ რა და თუ გააქვთ საშუალება, რა თქმა უნდა და რა ვიცი, გააქვთ რაღაცა იმ მომენტში ეს რესურსი რომ იყიდოთ, ჩემი აზრით არ არის ცუდი რომ რაღაც პერიოდულობით გამოცვალოთ ხოლმე რა. არკი, ხა გავიგოთ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. კაი, სადმე ინსტრუქცია უნდა იყოს ახლა. მაგერა. ხო, აი ეს არის. აქ დაიწერია რომ წყლით გარეცხეთო რა. გასაგებია. ჩვენ ახლა იმის გამო რომ ეს უკვე ნახე, პირველ რიგში უნდა მიასხა ეს, როცა უკვე მეორედ იყენებ, ანუ ეს ტიპი უნდა მიასხა, ეს დიდი ალბათობით იმ ჭუჭყს და ყველაფერს ქიმიური რეაქცია შევა და მოხსნის ფილტრიდან, მერე უკვე უნდა გარეცხო წყლით, ანუ ეს მისხმა ნაპორით არ ჭირდება რა, დაბალი ჭავლით ყოფნის და მერე უკვე უნდა მიასხა ეს. იმის გამო რომ ჩვენ ახლა უკვე ეს ახალია და ჯერ გამოყენებული არ არის, პირდაპირ ამას მივასხავ რა. ხო. და ეს არის, ნახეთ. რომ გაწითლდება, ჩანს. აი აქ ხო მუქი ფერი აქვს რა. ეს რომ მუქი ფერი რო ხდება, ეგ ნიშნავს იმას, რომ უკვე კარგია რა და შესასმელად მზად არის. ამას თუ გააკეთებთ ნიღბით, მგონი ყველაზე კარგი იქნება. ეხლა ამას ზედმეტი რაც არის ამაზე მოვაშვა. კუთხეებზე ხა არ ჭირდება ამას დიდად რო ეს სველი იყოს, ესე. ეს ეგრე. კაი, ეს ხა როგორ იჭდა. წესით ეს. ეგრე. კაი, ხა აქედანაც ამოწმოთ. ესე.
ეს შევსვათ. ეგ არის. всё. ეს იყენდება მოკლედ ეს კაინის ფილტრი. ჩემ შემთხვევაში ეს წარწერა უკუღმა, მაგრამ დიდი ალბათობით იმის გამო რომ ეს ახლა ქარხნული არ არის, ესეთ გება რა. იმიტომ რომ ის რაც ეყენა ის ეგრე იქ. ხო, არ ვიცი ხა დღეს ვინ მოასწრებთ კიდე, მაგრამ ხვალ არის უკვე პოკერანი. ეჭვმეპარება რომ ვინმე არ იცოდეთ ასე ჩემი ვიდეოდან გაიგოთ, მაგრამ მაინც გეტყვით რომ ეს პოკერანი საქართველოში ტარდება პირველად და ამ პოკერანის მთელი არსი არის იმაში, რომ კარგი დრო გავატაროთ ერთად პირველ რიგში. შემდეგ ის არის რომ ამასთან ეხლა რო გითხრათ სიმართლე აზარტი და რაღაცა პოკერის უშუალოდ თამაშის ცოდნა არ არის საჭირო. მთელი პრინციპი მარტივად რო გიხსნათ ესეა რომ იღბალზეა დამოკიდებული. ანუ მიდიხართ 5 ლოკაციაზე. 5 ლოკაციაზე, ამ 5 ლოკაციაზე დიდი ალბათობით უბრალოდ იქ ადამიანი კრუპიეს რო ეძახიან, ეს დაგვირიგებს კარტს და ხო თამაშს არ იწყებ, უბრალოდ ერთ კარტს აიღებ. შესაბამისად 5 ლოკაციაზე 5 კარტი გამოდის და ამ 5 კარტით დღის ბოლოს ვინც ყველაზე კარგ კომბინაციას შეაგროვებს, ის მოიგებს 2 ბილეთს და ტურს იდეაში პრაღაში ჰარლის ფესტივალზე. არ ვიცი, საოცარი გათამაშებაა და საოცარი პრიზია ჩემი აზრით. და რა ვიცი, ვისაც ხა კრუიზერები და მით უმეტეს ჰარლი დევიდსონი მოწონს და გიждდება და უნდა რომ ყავდეს, იმ ადამიანისთვის ალბათ რაღაც ძალიან განსაკუთრებული პრიზი იქნება. მე ჰარლი არ მინდა, მაგრამ თუ მოვიგე, დიდი სიამოვნებით წავიდოდი პრაღაში. ასე რომ შემდეგი ვიდეო იქნება რა თქმა უნდა პოკერანის ვიდეო და ნახოთ რა როგორ წავა. როგორც ჯგუფში დაწერეს, სადღაც 300-მდე მოტოციკლი უნდა იყოს წესით რა. ნუ თუ რა თქმა უნდა ყველა მოვიდა და სიმართლე გითხრათ, მე რასაც დავაკვირდი, იმაზე უფრო მეტი ადამიანი მოდის ხოლმე, ვიდრე იქ იწერება რა. იმიტომ რომ ზოგს უბრალოდ რაღაცა არ აქვს ეს სოციალური ქსელი, ზოგი მერე ბოლო მომენტში იქნებს გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩემი აზრით 300 მოტოციკლი იქნება და 300 მოტოციკლის გრუხუნი იქნება ხვალ ქალაქში. ნუ ქალაქში მთლად არა, იმიტომ რომ ურთაჭალი დავიწყებთ და მერე უკვე მოვდივართ საგურამოში. ხო, კიდე მე არ ვიცოდი ეს, როცა რაღაც ვაკეთებდი ხოლმე მოტოციკლის, წინა მოტოციკლი რომ ყავდა, იმაზე გავიგე პირველად რომ თურმე ეს ბოლტები რაღაცა სრულდება, ნებისმიერ რაღაცას ეს იქნება მოტოციკლის მსგავსი რაღაც earbox-ის ბოლტები თუ მანქანაზე საბურავები უნდა დაუჭიროთ ესე რა. ანუ ერთი მხარე, მეორე მხარე, ეს მხარე და ეს მეორე ბოლოს. ან თუ სიტყვაზე 6 ბოლტი აქ ან 8 აქვს ან რაღაც ეგეთი ლუცი თუა, მაგ შემთხვევაში დიაგონალებზე რა, რომ ყველა თანაბრად დაიჭიროს. ანუ თქვენ თუ სიტყვაზე ესე მოყვებით და ყოველს ესე დაუჭერთ საათის ისრის მიმართულებით, მაგ შემთხვევაში შეიძლება ამ მხარი მოჭიმოს მთლიანად ეს ნაწილი და აქეთ რო დაუჭერთ, ან ღრიჭო დარჩეს. ან თუ ძალიან მსხრევადი და მტრევადია, შეიძლება გატყდეს საერთოდ რა. ამიტომ ეგ თანმიმდევრობა რომ დაიცვათ, კარგი იქნება. ესეთ ძრავებზე, რომელიც ესე ძალიან დიდ ვიბრაციას გამოსცემს, ნებისმიერ ბოლტზე უნდა ესმეოდეს სპეციალური სითხია, რომელიც როცა ესე გადაუჭერდა რამდენიმე წუთში, უბრალოდ გადაჭერდა რამდენიმე წუთში, ხდება როგორც სილიკონი რა და ვიბრაციაზე მე უკვე აღარ იხსნება. მე ხა ეგ არ მაქვს თან, თორე ამის დიდი სიამოვნებით მივასხავდი. კაი, ახლა გადავხოქოთ და ნახოთ რამე თუ შეიცვალა. ეს დავაყენეთ. მეტი ამას არაფერი აღარ უნდა. შემდეგში უნდა შევცვალო ზეთი ჩემით რა, პირველად, იმიტომ რომ დღეს რო ვიყიდე ზეთი ძალიან ბევრი გადავიხადე რა, ანუ იქ აღარ გავიტეხე და აღარაფერი აღარ ვქი და ვიყიდე და
იმას ვქენი რა ქვია შევცვალო მაგრამ 265 ლარი გადავიხადე შეცვლაში კი არა ზეთში და პლუს მაგას გადავიხადე 30 ლარი შეცვლაში ანუ 300 ლარი გადავიხადე ზეთში რა და აქამდე მაგდენი არასდროს არ გადამიხდია ან ზეთი თან ფასდაკლებით გადავიხადე მაგდენი ან ზეთი გაძვიდა ან მე არ მახსოვს შეცდომით კი და მე მახსოვს შეცდომით რომ აქამდე ნაკლებს ვიხდიდი მაგრამ არ მახსოვს რა აი 220 ლარად 250 ყველაზე ბევრი შემიცვლია ფილტრიც და ყველაფერი რა და აი 265 ლარი ზეთში და ფილტრში რა ვიცი ძალიან ბევრი მგონია რა არ ვიცი შეიძლება ახლა მივწდები და ასე უაზრობას ვამბობ მაგრამ მე მგონი რომ არა ახლა ეცოტა სამას გავაპრიალებ ამას ხო გავაპრიალებ კიდე ხვალისთვის სოჩორს ეს ნაჭერი კაურში ვიყიდე აი ქაქვთ მაღაზია გოლდანის ხიდებზე სანამ გადახვალ აღმაშენებდა რომ გადავხვალ მანდ რაღაც გაზის ის არის გაზსუპირთან ახალ მანქანაში გადგილია და მანდ ვიყიდე რა და ძალიან კარგი ტილოა 18 ლარი ღირს და ნუ შეგიძლიათ მე საერცხის მანქანაში გარეცხოთ და მრავალჯერადია რა ან ძალიან კარგია მე ჩანთაში სულ მიგია ხოლმე ეს და წინაზე მამა ჩემს მოეწონა ძალიან და ვაჩუქე და ეხლა დღეს თავიდან ვიყიდე ხო მოკლედ სულ ეს იყო ხალხო შემდეგზე ზეთის ვიდეოსაც გადავიღებ ნუ მომიწევს 2000 მილში მაგრამ მაინც როცა მოუწევს მე გადავიღებ რა როგორ ვცვლით ზეთს ჩვენი ხელებით იმიტომ რომ რაღაცა ვიდეოები ნახე სადაც შედარებით უფრო მარტივ რაღაც ხერხებს გასწავლიან ანუ ზეთის შეცვლა მარტივი როგორ შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაგრამ მაინც ვიყიდე ზეთს და ჩემი შევცვლი კიდე ერთი რაღაც თქმა მინდა და დამოვიწყდა რა აქვე რა ვარ რამდენიმე დღის წინ მოკლედ ჩვენ ჯგუფში იწერება ხოლმე აუწყო და იწერებოდა ეგეთი რაღაც რომ ვიღაც დააჯარიმეს უკვე ხმაურიან გამშვებზე რა და მეც მინდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ძალიან ისე თავს ვიკავებდი რომ იმიტომ უაზრო კომენტარები მოდის ხოლმე მე მაგ საკითხთან დაკავშირებით როცა იწერება რამე რა და მაინც რა ვიცი მე ჩემსას ვიტყვი რა რამდენიმე დღის წინ ბახტრიოზე არ ვიცი რა მოტოციკლი იყო ვერ მოვასწარიდან ხო მაგრამ აი დაახლოებით 10 წამის მანძილზე ისეთი ხმა ქონდა ამას აი არ ვიცი როგორ ავხსნა რა დაახლოებით 10 წამი ტიპი მე არ გაჩერდა და იყო ღამის 2 საათი ღამის 2 საათზე მოტოციკლები ტიპი მე თითქოს დრაგზე დადიოდა რა და საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ისეთი ვინც სერიოზულად ზრუნავს და სერიოზულ საქმეს აკეთებს იმისთვის რომ ხალხში აპაროს ეს მოტოკულტურა რაღაც ცნობადობა და ცნობიერება ამაღლოს ამაში ასე შემდეგ რა და თქვენი აი ესეთი საქციელებიც მეგობრებო ერთი რომ აგრესიას იწვევთ ისეთ ხალხში ვისაც უბრალოდ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს ჩვენს მიმართ რა და მეორე ის რომ მართლა არ არის ეგ ნორმალური რა მეც დამიჯერეთ რომ ჩემ მოტოციკლს არც ერთ თქვენსაზე ნაკლები ხმა არ აქვს მაგრამ როცა უბანში შემოვდივარ და საღამოს საათებია ან გავდივარ და ძალიან ადრეა ყოველთვის ვცდილობ რომ ან ხელი ჩემოვაგორო ან ნეიტრალი ჩემოვგორდი ან რაღაც მსგავსი რა და იცი როგორ არის მოტოციკლი და ყველაფერი მეორე ხარისხოვანია თუ ერთმანეთს პატივი არ ვეცით და ის არ გაითვალისწინე რომ ვიღაცა შეიძლება მართლა რაღაც ამის დაღლილია ბავშვი ხავს და ეგ ანუ რეალურია რა არ არის ეგ რაღაც ჰაერზე გასროლილი სიტყვებია ბავშვს და ხუთს რო თავი აანებოთ ანუ 25 წლის ბიჭი ვარ და ღამის 2 საათზე ანუ გული გამისკდა მართლა რა ისეთი ხმით გაიარე აუც გაიარა თუ გაიარეთ როგორც არის რა და თითოეულმა ჩვენგანმა ეგ უნდა გავითვალისწინოთ რა მე იმას არ ვიძახი მე არ მიქნია მსგავსი რაღაც იმიტომ რომ რა ვიცი ანგელოზი არავინ არ არის და შეიძლება სადღაც რაღაც მეც გამიკეთებია და ბოდიშს ვიხდი მაგაზე მაგრამ აი ესე ყოველდღიურად რომ საბურთალოზე ესეთი ამბავი ხდება просто უბრალოდ არ შეიძლება რა ანუ არ შეიძლება და საბოლოო ჯამში ამისთვის ყველანი დავიშებით ესე არ უნდა რეალობა გახდება ეგ რომ ვიღაცა მოვა და ჯარიმას დაგიწერს მე გამშვებზე რომ უბრალოდ ხმამაღალი გამშვები გიყენია რა და ყველა მოვიხარშებით ეს ერთ კოპში და მე კითხვას არავინ არ დაგვიწყებს რომ აი შენ იყავი თუ არ იყავი რა და ამიტომ მგონი ჯობია რომ ცოტა ტვისტს დავატანოთ და ნორმალურად მოვიქცეთ ყველა ერთად და ერთმანეთსაც რა ვიცი რჩევა მივცეთ ხოლმე რა და გაითვალისწინებს თუ არა ეს ადამიანი ეს უკვე მეორე საკითხია
და თან ის მინდოდა მეთქვა რომ აი ეს იქცევა როცა გვაქვს და მე რო ადამიანი მანქანით არ გვატარებს საცობში ნუღა გაგიკვირდებათ იმიტომ რომ იმ ადამიანს ჩვენზე უკვე ძალიან ისე აკრეფილი აქვს რა სულ ამის თქმა მინდოდა ყველას მშვიდობიან წარმატებულ და კარგ გზას გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე